უბრალოდ მოღრუბლული ამინდია დღეს მაიამიში, მაგრამ ამინდმა თუ არ გაგიმართლათ, პარკინგზე გამოვხვალთ და იმდენ სილამაზეს დაინახავთ, რომ დარილანებთ. ტიპიური მაიამია ისევ. სასტუმროს წინ მიმდინარეობს ფოტოშუტ, რო იტყვიან. მოვიდა სპორტული მანქანა, იღებენ სურათებს და ალბათ რომელიღაც ჟურნალში ან ინსტაგრამში გამოჩნდება ეს უახლოეს დროს. აი ასე, ჩემო კარგებო. ეს როლს-როისი როგორ მოგწონთ? ლამაზესია ხომ? ვიდრე მე ჩემ მანქანას დაველოდები, ამდენი სილამაზით დავტკბები. ერთ-ერთი უპირატესობა ამ სასტუმროში გაჩერების არის ის, რომ უბრალოდ შეიძლება გამოხვიდე ადამიანი და დატკბეს სილამაზით. ჩვეულებრივი შედევრია. უბრალოდ გამოხვალ ადამიანი და დააღებ პირს და დატკბები. ასტონ მარტინის შენობა, McLaren, Rolls-Royce, რავი, Charger, Lamborghini, ну Mercedes და BMW-ზე ხო საუბარი აღარ არის და ეს რა არის, Maserati? დია. კიდევ ერთი ბინა მაიამიში, მაღლივ შენობაში, ეს ბინა არის გასაქირავებელი. ძალიან ლამაზი ღია living room-ი. გადის საძინებელ ოთახში. ეს აღჭურვილია მთელი ავეჯით, ესე იგი არაფრის მოტანა არ გჭირდებათ. მოდით იცხოვრეთ. კარადები, საბაზანო. ძალიან კეთილმოწყობილი ბინა არის. ანუ არავითარი თავის ტკივილი. აბსოლუტურად მისაღებია. ძალიან კარგი საძინებელი ოთახები. ორი საძინებელი, ორი სააბაზანო შვენიერია. ძალიან სადა, კარგი, სუფთა ბინა. ეს ბინა არის გასაქირავებლად $3,975 თვეში. ხედები, ეს ჩვეულებრივი ამბავია მაიამისთვის. ხედები არის ამ ქალაქში, ისევე როგორც თბილისში. ხარჯებში შედის საკაბელო ტელევიზია, ინტერნეტი, ნაგვის ხარჯი, აქ არის ესეთი რამ, ნაგავში წიხდით, წყლის ხარჯი და იმისათვის, რომ უბრალოდ შეხვიდეთ ბინაში, საჭიროა გადაიხადოთ 2 თვის წინსწრებით და კიდევ 1 თვის დეპოზიტი და საერთო ჯამში გამოდის $13,000, რომ უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პენტჰაუსი, ეს არის ოროთახიანი პენტჰაუსი. Brickell Key, ეს არის კუნძული, რომელიც არის ზუსტად იმ ქალაქის ნაწილიდან, რომელიც მე ყველაზე ძალიან მიყვარს. Brickell Key, ესეც სამკუთხედი კუნძულია, ძალიან პატარა. აი ჩემს უკან აშენდება Mandarin Oriental, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დეველოპმენტი, რომელიც მაიამიში იქნება. მაგრამ რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი, როდესაც ხედები თავისას ლაპარაკობენ. ბატონო, ჩემი ლაპარაკი რას ისწირდება ამ ყველაფერს? იღვიძებთ ყოველ დღე, ხედავთ ამას. რა თუნდა ამას ლაპარაკი? ორი საძინებელი ოთახი. ხედები. მეტი არაფერი არ არის საჭირო. ძალიან ნათელი ბინა. სულ არაფერი არ არის საჭირო. Yeah, I love it. How many square feet? 1,086. So that's like about 100 square meters. In Venezuela, you guys have square meters? Yeah. I think it's around 100 square meters or 99 something. Yeah. I think. Restaurant is Setai. This is Miami Beach there. საინტერესო ინტერიერია. როდესაც ვახშმობთ, იმართება შოუ. საერთოდ მაიამი ცნობილია მრავალფეროვნებით. როგორი სამზარეულოც გინდათ, ისეც იპოვით. არ არსებობს, მე მგონი, სამზარეულო რომ არ არსებობდეს მაიამიში.
კარგად არის მოფიქრებული ეს ყველაფერი, ინტერიერი, ატმოსფერო. ადამიანები, ვინც ეს რესტორანის შექმნა, მოიფიქრა, რამხელა ნიჭია ამ ყველაფრისათვის საჭირო. და თვითონ ის ფაქტი, რომ ყველაფერი გადატვირთულია ყოველ დღე. და დაჯავშნა შეიძლება მხოლოდ 2 საათით მაგიდის. შეზღუდულია ძალიან. მოთხოვნა არის დიდი და სარესტორნო ბიზნესი არის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ბიზნესი.